თქვა ზელენსკიზე, ეგეთი ესე იგი ნახე რისი თქვა მინდა არსებობს გაკეთებული საქმე, რომელიც ესე დაждდება და არსებობს საჯარო საუბრის და ვერბალიზაციის, ხო, თავის ეთიკა და წესები. მაგალითად, პუტინმა ამ ომს დაარქვა სპეციალურ სამხედრო ოპერაცია, ხო და არა ომი. ტრამპმა თქვა, რომ ეს ომი დაიწყო ზელენსკიმო, მას შეეძლო მისი არიდება და სტამბულს შეეძლო კიდე ამ ყველაფრის დალაგება. ესეთი გადაგდება ადამიანის, ესეთი დაფარჩაკება მე ისტორიაში არ გამიგია. ესე იგი მსახიობმა დაიწყო ყველაფერი და შეცვალა არა, მოდი მე სხვას გეტყვი რა, ძალიან პრაგმატიკოსია ეს ჩვენი ტრამპი. ანუ პუტინთან გარკვეული გარიგება ზელკა უნდა. იმისთვის რომ პუტინთან ზელკა დადოს ზელენსკი ხელს უშლის ამაში. იმიტომ რომ ზელენსკის იმდენი შალვა ეგ ამერიკის ინტერესია. დავასრულებ, ზელენსკი უშლის ხელს, იმიტომ რომ ჯერ ერთი პიროვნულად ვერ იტანს ზელენსკის თხოვა რომ ბაიდენზე ინფორმაცია მომაწოდეო და ბაიდენ შეუძრა ზელენსკი. ეს ერთი. მეორე, თვითონ ზელენსკის აღარ აქვს ხოდი. ზელენსკიმ იმდენი კრედიტი გასცა იქაურ მაცხოვრებლებზე, რომ რო თქვას ეხლა რომ მოდი გავყინოთ, დავიხიოთ, უკან შეჭავენ, მაინც შეჭავენ, მაგრამ მაინც. შესაბამისად ზელენსკი არ ჭირდება არანაირად და პუტინიც ეხმარება ამაში და ეუბნება რომ ზელენსკის არ დაველაპარაკები, მხოლოდ შენ ევროპასაც არაო. მხოლოდ შენ დაგელაპარაკებიო. და აქედან გამომდინარე ის ზელენსკის უხეშად, ძალიან უხეშად, აი ბიზნესმენურად ხო და მაგას ვამბობ რომ შეიძლება უფრო ეთიკურად